საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 4-იანვიდან მალტაზე იმყოფება, სადაც 4-თა საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. გუნდი კუნძულზე 10 იანვრამდე დარჩება და 3 შეხვედრას გამართავს. დღეს 6 იანვარს ქართველი ფუტსალელები საბერძნეს დაუპირისპირდებიან 7 იანვარს მასპინძელ მალტას, 8 იანვარს კი დაისვენებენ, ხოლო 9-ში გადამწყვეტ მატჩი ინგლისელებს შეხვდებიან და თბილისში 11 იანვარს დაბრუნდებიან. ავთანდილ ასათიანის და ბესო არველაძის შეგირდებმა პირველი ვარჯიში გუშინ გამართეს. ტურნირზე ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის მალტაზევე გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის უკეთ მოსამზადებლადაა დაგეგმილი, რომელიც 22-დან 27 იანვრის ჩათვლით გაიმართება. განწყობაში აბზოლუა ბიჭები ყველანი ერთი სწავებით ჯანმრთელად არიან და ყველანი ვეცდებით რომ ეს თამაშები ჩვენთვის დადებითად გამოვიდგინოთ და ყველა ფეხბურთელი დარწმუნებული ვარ მაქსიმუმს გაკეთებს. მოტივაცია გვაქვს რა, რაც თავარია, საბერძნეთს ვიცნობთ, 2 წლის უკან ვეთამაშეთ, კაი გუნდია, ფაქტობრივად თანაბარი ძალების გუნდები ვართ და თავარია პირველი თამაში მოვიგოთ. ბიჭები მზადყოფნაში არიან, რომ მომავალი თამაშებისთვის გამარჯვებას მიაღწიონ. რაც შეეხება შეკრებას, თბილისში გავიარეთ, შვენიერი ნაყოფიერი შეკრება იყო და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული ფუტზალის ისტორიაში საქართველოს ნაკრები პირველად ჩაიტანს თასს